უკან აბრუნებენ ხარებას ხალხი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩამოიშორა, სანქცირებულები, ადამიანის წამებაში მხილებულები და არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული პირები თანამდებობებს ნელ-ნელა იღებენ. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ ამ ეტაპზე ერთი დანიშნვა უკვე განხორციელებულია. გომელაურის სანდო ხალხის დასაქმება საკუთარ თავზე მამუკა მდინარაძემ აიღო. ვინ დაასაქმეს, სად? რა დამსახურებისთვის და რას ამბობენ. ახლა ჩვენს გუნდთან ერთად უნდა ვილაპარაკოთ ამ მნიშვნელოვან ამბავთან დაკავშირებით. პირველი ეს არის მირზა კეზევაძე, რომელიც არის უმაღლეს თანამდებობაზე დასაქმებული სუსში და სხვათა შორის ეს ერთგვარი განაცხადის მატარებელიც არის, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ერთგვარი სანქცირებული პირების ჩამორიცხვა უკან გაწევა გადაწყვიტა სწორედ ამ სანქციების შემდეგ, რომ გვერდზე გაწიეს და თითქოს აღარავინ აღარ იყო სანქცირებული თანამდებობებზე დარჩენილი, თუმცა დღეს რეინკარნაციას ხედავთ მათსას. ეგრეთ წოდებული მწამებლები მოიშორეს, ხო, რაღაცა ამ პროცესს ვუყურებდით. სხვა შორის მნიშვნელოვანია, რომ მირზა კეზევაძე არის ერთ-ერთი ძალოვანი გომელაურთან ერთად, რომელიც მაგნიტსკის სიაშია და მას ყველაზე მკაცრი სანქციები აქვს დადებული, მაგრამ მირზა დაბრუნდა, თუმცა არ დაბრუნებულა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, სუსში დაბრუნდა. სუსის ერთ-ერთ დეპარტამენტში ჩვენ ოფიციალურად დაგვიდასტურეს მამუკა მდინარაძის უწყებაში, რომ მაგნიტსკის სიაში მყოფი მირზა კეზევაძე დაბრუნდა ერთ-ერთ დეპარტამენტში. ის არის სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სპეცრაზმში და იქ გააგრძელებს მუშაობას. რამდენიმე თვიანი წყვეტა ჰქონდა, მან ხარებასთან ერთად დატოვა სხვათა შორის სპეციალური დანიშნულების რაზმი, მისი მოადგილის პოსტი გაყვა ხარებას ერთგულების მიზნით, მაგრამ როგორც ჩანს დაალაგდა და უკან სუსში დაბრუნდა. ვინ არის მირზა კეზევაძე? მარიამი ახლა ინტელექტუალურ ეკრანზე გადმოვა ჩვენთან ერთად და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სანქციების მთელი სია, რომელიც დაადეს მირზა კეზევაძეს. მირზა კეზევაძე, ეს არის Open Sanctions ოფიციალური მონაცემები, არის სანქცირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გლობალური მაგნიტსკის აქტით. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირი არის განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან ერთად. აი მაყურებელს წარმოდგენა რომ შეუქმნათ გლობალური მაგნიტსკის აქტით, მაგალითად დასანქცირებულები არიან თავად მაგნიტსკის მკვლელობაში მონაწილე პირები, ნავალნის მოწამვლაში მონაწილე პირები, ანუ რუსი მოსამართლეები, პროკურორები, ციხის თანამშრომლები, რომელთა დანაშაული უტყუარად არაერთი მტკიცებულები დასტურდება. დანაშაულისთვის სანქცირებული პირები, მაგრამ მხოლოდ მაგნიტსკის სიაში არ არის ბატონი მირზა კეზევაძე, ის ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა, ჩეხეთი, ანუ ბალტიის ქვეყნების. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მირზა კეზევაძე სანქცირებულია ესტონეთის, ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ლიეტუვას მიერ. ეს არის მისთვის დადებული სანქციები და ის არის დასანქცირებული მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებული არის ფინანსური სანქციები, ეს არ არის მხოლოდ სავიზო სანქცია. როგორ აიღებს ხელფასს? ვერ აიღებს, ანუ მას არასდროს ბანკში, ანგარიში ვერასდროს ვერ ექნება. აბა სუსის ოპერატიული სახსრებიდან უნდა მიიღოს ხელფასს სხვა შორის. სალაროდან. ხო, თეთრი კონვერტით ბატონი მირზას ანაზღაურებს. სხვათა შორის მირზა კეზევაძესთან დაკავშირებით ჩვენ კითხვა, როდესაც დაუსვით გომელაურს, ნატაკაჯაიას კითხვა იყო ეგ, რომ როგორ აიღებს ეს ადამიანები ხელფასს, როგორ დაურიგებენ ამ ადამიანებს ხელფასს და გომელაურმა თქვა, რომ ხელფასის გარეშე ვერავის ვერ დავტოვებთო. ანუ მათ უკვე ქონდათ რაღაც ფორმულა გარკვეული შემუშავებული, რომლითაც ხდებოდა მათთვის სახელფასო ანაზღაურების გაცემა. მირზა კეზევაძე რა დამსახურებისათვის, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ანუ რატომ შეიძლებოდა ამ ადამიანზე დაედოთ ფსონი, გარდა იმისა, რომ მაგალითად ისიც და მამუკა მდინარაძეს ორივე თერჯოლიდან არიან და შეიძლება პრაქტიკულად თანატოლები არიან და შეიძლება რაღაც დაცნობობა აკავშირებდეთ ერთმანეთს. ხო, არ ვიცი, აქვს იმოქმედა თუ არა ამ გარემოება, მაგრამ ბატონი მირზა კეზევაძე სხვათა შორის 2006 წლიდან არის
ძალოვან სისტემაში. ის აგვისტოს ომის მონაწილეც იყო, შემდეგ უკვე დარჩა ამ სისტემაში და გააგრძელა მუშაობა. ყველა დარბევის ხარებასთან მისი ლობისტი თავის დროზე, როგორც ცნობილია, ინფორმაციით იყო გოგავა, ბატონი ზაზა გოგავა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, მან მიიყვანა ჩემი ინფორმაციით ბატონი მირზა სპეცრაზმში და ის წლების განმავლობაში მუშაობდა. ასევე თავდაცვის სამინისტროშიც მუშაობდა. შემდეგ უკვე ანუ ქართული ოცნება რომ ხშირად ამბობს რომ ეს ნაცმოძრაობის ბრალია, ეს ნაციონალების გაკეთებულია ფასებს ისინი აწურებენ და ასე შემდეგ. მირზაც ნაციონალური მოძრაობის კადრია, უბრალოდ ქართულმა ოცნებამ გადმოიბარა. რას ამბობს თავად მირზა? ბატონი მირზას სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ ჩვენ მასთან. მან საკუთარი თავი უარყო ამჯერადაც, სხვა შორის ძალიან საინტერესოა. მასთან დარბევების დროს, როდესაც მივდიოდით ხოლმე, ნიღაბში იყო, მაგრამ ვცნობდით და მაშინაც ეთყობა ჩვევა აქვს ეს, იმიტომ რომ მაშინაც ამბობდა რომ არ ვარ მირზა ოღონდ. კი, ხმაზე, კი ბატონო. მირზას დავურეკეთ, ვკითხეთ. მან თავდაპირველად გითხრა რომ ის მირზა არ იყო, მერე გითხრა რომ საიდან გაიგეთ ეს ამბავიო და ეს სატელეფონო ინტერვიუ პრინციპში მაყურებელს შეუძლია მოусმინოს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სუსი ჩვენ ოფიციალურად გვიდასტურებს, რომ ბატონი სანქცირებული მირზა უკვე მათ რიგებშია. ბატონო მირზა, სუსში რა პოსტი ჩაგაბარეს? ვიცარებათ უკაცრავ. ბატონ მირზასთან კეზევაძესთან როგორ მოხდა სხვაგან გცნობთ ხმაზე ბატონო მირზა მარიამი ვარ გაფრინდაში რაზე დაგასაქმეს სუსში ბატონო მირზა რა რომელ კითხვა ჯერ ესეთი მე მირზა კეზევაძე არ ვარ და საიდან მოიტანე რომელ დეპარტამენტს გაბარებენ ბატონო მირზა მითხარ აბა უბრალოდ ოპერად დაგნიშნეს როგორ დაბრუნდით ბატონო მირზა სისტემაში წამებელთა ტრიო ასე გაიცნო საზოგადოებამ ეს ადამიანები ზუსტად 1 წლის წინ, როდესაც ჩვენ ნახეთ სასტიკად ნაწამები გატაცებული სახით ძულებ ჩამტროული ადამიანები და მაშინ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა 3 ადამიანის სახელს, ეს იყო მირზა კეზევაძე, ზუიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მილერი ლაგაზაური. ისინი სისტემიდან წავიდნენ ერთად და მაშინ ითქვა რომ ხარებას გაყვა ყველა და არ უღალატეს ხარებას და არ დარჩნენ სისტემაში სამუშაოდ, იმიტომ რომ ხარება გაწიესო. ესეთი ვერსიაც არსებობდა. კი, თუმცა ხარება გაყვა გომელაურს და შემდეგ ხარებას გაყვნენ მისი ორივე მოადგილე. 10 ივნისს ჩვენ გვახსოვს, რომ ოფიციალურად დადასტურდა ხარებამ დატოვა გომელაურის წასვლიდან ზუსტად 13 დღეში სპეცდანიშნულების რაზმი და მას მომენტალურად გაყვა მილერი ლაგაზაურიც და ბატონი მირზა კეზევაძეც. ჩვენ სხვა შორის დავუკავშირდით ხარებასაც, ზუიად ხარაზიშვილს, სხვათა შორის მირზა კეზევაძე საზოგადოებამ გაიცნო ასევე ის მუდმივად იყო ხარებას უმტკიცებდა ერთგულებას და აი ცნობილი კადრი ჩვენს ანონსშიც არის შეროდესაც პოლიციის თავს აქნევს კი აი ხარებას თითის დაქნევა და ის ცნობილი კადრი ხა მაყურებელი უყურებს აი ჩვენი საუბრის პარალელურად ამ კადრს ის გვერდიდან არასდროს არ შორდებოდა ზუიად ხარაზიშვილს შესაბამისად ჩნდება ორი ვერსია ამ დანიშნვის შემდეგ რომ ან ხარებას მისმა გარემოცვამ უღალატა ან ხარებაც ემზადება და ნელ-ნელა შეყავთ ისე უკან აბრუნებენ ამ ადამიანებს თანამდებობებზე სხვა შორის ჩვენ ეს კითხვა დავუსვით ხარებას, მან კეზევაძეზე საუბარი არ ისურვა, მირზა კეზევაძეზე, რაც შეეხება თავად ის ამბობს, რომ მას არ მიუღია შეთავაზება და რომც მიიღოს არაპირებს მუშაობას, თუმცა რჩება სპეცდანიშნულების. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა ხარებასი, მე ჩემი სპეცრაზმელობა არ დამისრულებია. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ეს აჩენს ეს პასუხი იმის დაშვებას, რომ შესაძლოა ის და ასევე ამბობს, რომ თუ სამშობლოს დავჭირდები, მეო დაუბრუნდებიო. ნუ პარტიას ალბათ უფრო ჯობია მოусმინოს ზუიად ხარაზიშვილს. ბატონ ზუიად გამარჯობა. გამარჯობა. მარიამი ვარ გაფრინდაშვილი TV პირველიდან. რა ხდება? ბატონო ზუიად არ მუშაობთ არსად დატოვეთ სისტემა? ეხლა გაიგე? კი, მაგრამ ხომ არ დაბრუნდით, თქვენი მოადგილე დაბრუნდა სისტემაში და თქვენ ხომ არ მიიღეთ შემოთავაზება? მე არ დაბრუნებული ვარ, არ ვსოფილი პასაჟირების. ანუ თუ შენ სამშობლოს დავჭირდები, მე დავბრუნდები და რა თქმა უნდა გავაგზავნებ. ანუ ამ ეტაპზე შემოთავაზება არ მიგიღიათ თუ მიიღეთ და უარი თქვით? არაფერი შემოთავაზება არ ყოფილა და ბევრს საინტერესოს ბევრი ეკავს და არა თქო ვამბობ რა. თქვენი სურვილით წახვედით ბატონო ზუიად უწყებიდან თუ გაგიშვეს? რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის რომ მე თვითონ საუბრობ. გომელაურს გაყევით? ეს სპეცრაზმელობა არ დამიმთავრებია და არც ვამთავრებ. აბა სად ხართ სპეცრაზმელი? სამშობლოს გავაგზავნებ შეუძლებლობას.
არ ვცდები ეს კაცი კეზევაძე რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში გეუბნებოდა რომ ღალატი იქნება გომელაურთან გამიჩნიაო და დღეს ასე არ ფიქრობს, იმიტომ რომ როგორ მოხდა რომ გომელაური დღეს სახლშია, არ დაუსაქმებია ქართულ ოცნებასთან, თუმცა მირზა კეზევაძე მაგალითად მამუკ მდინარეძემ სულში წაიყვანა. დღეს აღარ აღიქვამს ამას ღალატად? იცი რა არის, სატელევიზიო არქივში მირზა კეზევაძის ერთადერთი ინტერვიუ არსებობს და ეს შაბათის ეთერში კი ბატონო სადარბაზოში ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ის იცავდა თავგანწირვით იცავდა მართლა გომელაურსაც, ზვიად ხარაზიშვილსაც და პირდაპირ ამბობდა რომ ხარება იყო სამშობლოსთვის თავგანწირული კაცი, რომ ჩვენ არ შეიძლებოდა რომ ჩვენ კითხვები დაგვესვა ხარებაზე და სხვა შორის ეს ინტერვიუს ფრაგმენტი ჩვენ მოვამზადეთ და შეუძლია მაყურებელს ნახოს რამდენიმე თვის წინ ის როგორ იცავდა ხარებას და ახლა ფაქტია რომ უღალატა და ის დაბრუნდა სისტემაში და ყოველ შემთხვევაში ხარება გარეთ არის და გომელაურის რას ფიქრობ ახლა გომელაურისთვის რატომ ვერ გამოიძებნა ვერც ერთ ძალოვან უწყებაში ერთი თანამდებობა? ნატა დაველოდოთ იქნებ გამოიძებნოს. ეხლა არ მგონია რომ უბრალოდ ოპერად დანიშნა გომელაური და არ ვიცი. თვეების განმავლობაში სულში მუშაობდა და კეზევაძისთვის გამოიძებნა თანამდებობა, რატომ გონი ტესტავენ საზოგადოებრივ აზრს, რა რეაქცია ექნება თუნდაც დასავლეთს ამ სანქცირებული პირების უკან დაბრუნებაზე, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ გარკვეულწილად ეს კი შიდა მოხმარებისთვის არ გვითხრა ჩვენ თავის დროზე, მაგრამ ერთი მეორის მიყოლებით სანქცირებული ადამიანების ჯერ დაჯილდოება და მერე ყოველას მოშორება ინდივიდუალურ ფაქტად ვერ ჩაითვლებოდა, იმიტომ რომ ერთმანეთის მიყოლებით უშვებდნენ ყველა ვინც სანქცირებული იყო და შემდეგ მათ ჰქონდათ არგუმენტი, რომ ვინც ადამიანის წამების ან სხვა მძიმე დანაშაულების გამო დაასანქცირეს, პოსტს აღარავინ აღარ იტოვებდა. ჩინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად გაიწმინდა გომელაურის მოადგილეებიდანაც და სანქცირებული ეგრეთ წოდებული მოზგიც, რომელსაც ეყრდნობოდა სისტემა, მოზგი ბატონი იოსებ ჭელიძე ისიც კი გაუშვეს, ზედმიაყოლეს კიდევ ის ბედოიძე ბატონი შალვა ბედოიძე, რომელსაც უკავშირდება აი სინდისის პატიმრების საქმეების გაყალბება და ფალსიფიცირება ქონდა. მას ჩაბარებული, მან ძალიან ბევრი რაღაც იცის და ზუსტად იცის, როგორ იკერებოდა ეს საქმეები. ისიც სახლშია, მაგრამ მირზას დაბრუნება კი შესაძლოა არის რაღაც სიგნალი, რომ ჩვენ ხო, მაგრამ მარიამ, აი მდინარეძე მაგალითად არ არის სანქცირებული. მერე? ხო, სწორად მახსოვს. რიგი ქვეყნების მიერ მე მგონი არის სანქცირებული გადასაწყვეტი. ატების მხრიდან ყოველ შემთხვევაში არ არის მდინარეძე სანქცირებული. რაში სჭირდება ის რეპუტაცია შელახული ხალხი, ვინც ადამიანების წამებაში ირგვლივ. ალბათ ყველაზე არ ვიცი. მაგრამ აი ძალადობრივ აქციების დარბევასა, ძალადობრივ დარბევაში აქციების, მშვიდობიანი აქციების და ადამიანების სასტიკ წამებასა და ცემაში მხილებულ პირებზე, როგორც ჩანს, დიდი მოთხოვნა ახლა ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ მირზა კეზევაძის იმ ერთადერთ ინტერვიუს, რომელიც საერთოდ ზოგადად არსებობს სატელევიზიო სივრცეში, რას და როგორ ამბობდა ის, ვის ზე გვაქვს საერთოდ ლაპარაკი. თქვენ არ ღვევთ ჩემი უფლებებს. რომელ უფლებებს? წინ მეგობრებო. თქვენ რატომ არ ღვევდით ასობით აქტივისტის ახალგაზრდის უფლებებს? მაშინ მიპასუხეთ. რას ნიშნავს? ჩვენს მიერ არავინ არ დაზარალებულა. როგორ არ დაზარალებულა? წრეში აქცევთ. კარგი რა, სიცრუეა. რა არის სიცრუე? კადრები არსებობს, ბატონო მირზა. ბევრჯერ გითხარით, თუ შეიძლება გამიგე. არა, ვერ გაგე. ჩვენი სპეცდამშრომლობა დამორჩილებულისა და ყველა არის ისეული თანამშრომელი ღირსეულად ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას. თქვენი ძმაკაცები და ვამაყობთ მათი. თქვენი ძმაკაცები რატომ დაასანქცირეს ბატონი მილერი და ბატონი ხარება? ეგ არის ყველაზე დიდი კატასტროფა, ხალბატონო. რა? რაც ჩვენ ძვირფას ადამიანს გაუკეთეს რა. რომელია ძვირფას? ბატონი ზვია და ბატონი მილერი. რომელიც ქვეყნის გულისთვის თავს წირავს. ხუებზე მიპასუხეთ, რატომ არ ბევდით უკანონო სპეცსაშუალებებით? არც უკანონო და არც ძალის გადამეტების თქვენ არ გქონდათ რაცია? თქვენი ძმაკაცი ხარება სბრძანდა. არ არის ხე ესეთი საუბარი საჭირო ბატონ ზვიაძე რა. როგორც თქვენ მოიხსენიებთ რა. ანუ ვერ გარას არ არის თქვენი ძმაკაცი ბატონი. ეს რა საჭიროა? ჩემთვის ძმაკაციც არ და უძვირფასესი ადამიანისა და ქვეყანას შეწირა თელი ცხოვრება და თქვენ ცხოვრება ერთად მოვდივარ და ქვეყნისთვის შრომობდა, წვალობდა, თავს წირავდა. ამას თქვენ ვერ ხედავთ. მარიამ, მართლა პირველი მერცხალი გამოდის, მე ესეთი განცდა რჩება, ჯერ მირზა კეზევაძის გარდა ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია არ გავრცელებულა, ხო, გომელაურის გუნდიდან ვინ დაუბრუნდა სისტემას. და იცი რა გამახსენდა, ახლა ირაკლი შაიშმელაშვილის ძალიან ცნობილი ინტერვიუ, რომელიც ასევე შაბათის გუნდს მისცა მაშინ წასვლამდე.
და მირზა კეზევაძე იყო მაშინ ის ადამიანი. კი, მთავარი ფიგურანტი, რომელმაც გარისკა მაშინ და ფიზიკურად შეეხო ირაკლი შაიშმელაშვილს. ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთან. კი, ამას ყვებოდა. ანუ ამითაც ხო იდეაში ის ერთგულებას უმტკიცებდა იმ გუნდს, რომელსაც ემსახურებოდა მაშინ და რომელიც ახლა აღარ არის სისტემაში. ხარებას უმტკიცებდა იმ კაბინეტში, სადაც შაიშმელაშვილი ყვება, რომ ეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ისე უმტკიცებდა ერთგულებას ხარებას. ის ყოველთვის დემონსტრაციულად უმტკიცებდა ხარებას ერთგულებას, მაგრამ რომელიც ახლა გამორიცხავს, რომ შეთავაზების მიუხედავად შეიძლება დაბრუნდეს ამ ვითარებაში. თავად მე ბატონი მირზა ეხა სპეცრაზი. მაგრამ გასახსენებლად ღირს მგონი ეს ინტერვიუ. ნახოთ ეს ფრაგმენტი, ჩვენ მზად გვაქვს უკვე ვიდეოს ეს ნაწილი და შეგვიძლია ვნახოთ. ჩააბარეთ ყველა დოკუმენტი, უკვე დაცლილი გქონდათ კაბინეტი, მოდიოდით სისტემიდან და ამ დროს რა მოხდა? ამ დროს ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა და ცადა პროვოცირება. ხარებას მოადგილეს გულისხმობთ? კი. ბევრი მოადგილე არ ყავს, რთული გამოსაცნები არ უნდა იყოს. ორი მოადგილე არის, კურატორი მოადგილე არის ჩემი მილერი ლაგაზაური. მილერი ლაგაზაური და მეორე მირზა კეზევაძე. კი. მე მილერისთან მქონდა ამასე საუბარი, აუხსენი. მე ეს მირზა შემოვიდა, მირზასთან მომივიდა მე კონფლიქტი. მე მირზამ დაუთხრა მილერის რომ მოგატყუაო და საიდან მოიტანა რომ მოვატყუე, არ ვიცი. უბრალოდ რომ დაუფიქსირე რომ კი ეს პროცესები ჩემზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ის რომ ჩვენი შვილების ტოლა ბავშვებს უმოწყალოდ ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, აღარ მინდა უბრალოდ აქ მუშაობა. აქამდე ვიყავი, მუშაობდი თქვენთან ერთად. არც ერთი ნაბიჯით უკან არასდროს დამიხევია პასუხის და ამაზე იყო პასუხი თავდასხმა კეზევაძის მხრიდან, როდესაც შენ უთხარი რატომ იდიოდი რეალურად, რატო აღარ გინდოდა ყოფილიყავი იმ სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ქუჩაში ადამიანებს ეს სასტიკად უსწორდებოდა? კი, მოღალატე და შეურაცხყოფები იყო და იყო ფიზიკური ანგარიშტორებაც? კი, ვიჩხუბეთ, კი, იყო. ეს ყველაფერი ამით დამთავრდა თუ გაგრძელდა? არა, სამწუხაროდ არ დამთავრდა ამით. ამას მოყვა ზარები. რო ჩავრთე ტელეფონი, აი თუ კი ვინმე შეიძლებოდა ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა. პირდაპირი მუხარებიც და ირიბი მუხარებიც. შვილებზე განსაკუთრებით და ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ეს წლები ჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი. ქვეყანაში, სადაც შეიძლება სამართალი ვერ ვიპოვო. და ამ სამეულიდან, რომელიც ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო არის სანქცირებული, არის კიდევ ერთი ფიგურანტი, ეს არის მილერი ლაგაზაური, რომელიც ამ დროისათვის ჯერ ოფიციალურ თანამდებობაზე არ დაუნიშნავთ, თუმცა მილერი ლაგაზაური დამსახურებულ პენსიაზე დიდი წვენით გაუშვეს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ხელდამშვენებული ძალოვანი სისტემიდან წასული ხარებას გარემოცდან წასული ადამიანი 750 კვადრატული მეტრი მისი სახლის კადრები? კი, გვაქვს ამის შესაძლებლობა ნამდვილად, რომ მის საცხოვრებელი სახლის კადრები გავუშვათ. ის არის 750 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი წითუბანში, ორსართულიანი სახლი, ვერანდებით, ასევე აუზით და ასე შემდეგ. მან ააშენა დაახლოებით 2 წლის წინ და ჩვენ მაშინ რეპორტაჟში შევთავაზეთ მაყურებელს, რომ ეს იყო ყველაფერი მშენებლობა განხორციელდა მშენებლობის ნებართვის გარეშე და გარდა ამისა პროდიუსერს თქვენ რომ ვაჩვენოთ ეს კადრები, რომელიც არის სერვერზე ჩატარებული. როდესაც ამ რეპორტაჟზე მუშაობდით, მაშინ ჩვენ თბილისის მერიაში დავრეკეთ და შევატყობინეთ, რომ ნებართვის გარეშე იყო სახლი აშენებული, თუმცა მახსოვს რომ ტელეფონი გაგითიშა და არავინ მოსულა ადგილზე. არც მოსულა არავინ, რომ შეემოწმებინეთ. ალბათ და კი, მაშინ მილერი ნამდვილად მილერი ახლა აქვს ეს ნებართვა თუ რომ დავრეკოთ და ინტერესდება. ანუ ჯერ ააშენა და ნებართვა მერია იყო. ჯერ ააშენა საცხოვრებელი სახლი, საქეიფო დარბაზებით, აუზით და ასევე ვერანდებით და შემდეგ უკვე მიიღო ნებართვა რამდენიმე ხნის შემდეგ და ის არის ღირსების ორდენით დაჯილდოვებული კაცი, რომელიც სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ და მისი შვილიც ასევე ღირსების ორდენით
ყავს. მარიამ, შენ გქონდა საშუალება კომუნიკაცია ქონოდა ბატონ მილერი ლაგაზაურთან, რას თუ ამბობს? ამას კომუნიკაცია გვია. კი ბატონო, მე მას დავუკავშირდი და ვკითხე ხომ არ ბრუნდება ისიც სისტემაში და მისი პასუხები მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. როგორ ხართ ბატონო მილერ, თქვენც ხომ არ დაბრუნდით სისტემაში? ბატონი მირზა რომ დანიშნეს სუსში, თქვენ არ დაგაბრუნეს სისტემაში, თუ თქვენ ხარებას ერთგული რჩებით? არ მიიღეთ შეთავაზება სუსიდან? არსად არ მუშაობთ ბატონო მილერი ახლა? რატო აღარ გინდათ მუშაობა სისტემაში? არ გაწიტავი რა.